მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო, ეს ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახართ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და უცხოეთში მყოფი ქართველი და ყველას რაღაცა ის გისურვოთ მხნეობა რაც თავარია და დღევანდელი ჩვენი თემა არის ხა ვაკვირდები რომ რამდენად ვერ შეიკრა ჩვენი ქართული ერი და საერთოდ ადამიანი როგორ გაუცხოდა ერთმანეთისაგან აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც კი შეიძლება დღეს ქრისტიანები რო ქვია და ერთმანეთის სიძულვილში ზიზღში რო ვატარებთ ხო რამდენად ეს არის პერიოდი მეორეთ მოსვლის ან აი ჩვენი ზიზღი თუ შეიძლება დავაბრალოთ რომ აი მეორეთ მოსვლის პერიოდია და რა ვქნა ესე უნდა ზულდეთ ადამიანებს ან ესე უნდა გაცივდეს აი ამასთან დაკავშირებით ყავს მამა გიორგი ჩაჩაო რომელიც ძალიან ღრმად ხედება ხოლმე ამ თემებში და აუცილებლად მინდა რომ მამაო ამ შანს არ გაუშვებ ხელიდან და კითხოთ მამაო აი ეხლანდელი ადამიანი რა პერიოდის ადამიანია და რამდენად შეესაბამება ქრისტიანს ეს ადამიანი ну რა თქმა უნდა იცით ჩვენ დღეს რა თქმა უნდა გავდივართ ძალიან რთულ ფორმაციას გავდივართ და ну პირველ რიგში მე რა თქმა უნდა მინდა ძალიან მიხარია რომ ისევ ჩვენ მაყურებელთან ერთად ვართ დიდი მადლობა ჩვენ მიხარია ჩვენ ძალიან უკვე ერთმანეთს გვიყვარს პატივცემთ ერთმანეთს ძირითადი და რა თქმა უნდა ყოველთვის მათთან შეხვედრა ეს ჩემთვის დღესასწაული არის და მე ძალიან მიხარია თქვენზე ბევრს წერე ხო და მე მინდა რომ რაღაცნაირად პირიქში ვიყო გულწრფელი იმიტომ რომ რა არის იცით ჩვენ უკვე ისეთ პირამდე მივედით რომ უკვე რაღაცა თამაში, რაღაცის გადადება, რაღაცის ნახევრად თქმა, მიკებულ მოგებულ ენით საუბრის დრო უკვე წავიდა. ჩვენ უკვე მივედით აი სულ ისეთ პირამდე რომ დღეს ჩვენ ყველაფერი უნდა გქონდეს, კოშერი უნდა იყოს, ყველაფერი, აი წმინდა უნდა იყოს ჩვენში და აქედან გამომდინარე, მაგრამ ამავე დროს იცით რა არის? მე მინდა გითხრათ რომ აი მე მინდა ეს ცით როცა ჩვენ რელიგიაზე ვსაუბრობთ რელიგია არ შეიძლება იყოს განხილული ცალკე სეგმენტებად ეს ყველაფერი ერთად არის განხილული და აღსაქმელი რატომ ცით რა არის აი როცა დაუშვათ არის ქალაქი რომელიც საუკუნეების მანძილზე შენდებოდა ხო ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ამის ეპოქა იყო მე იმის ეპოქა იყო მე აი დაუშვათ როგორც ლონდონი ვიქტორიანული ეპოქა არის მე ან დაუშვათ ევროპა აღორძინების ეპოქა და ასე შემდეგ და იმ მიხედვით არქიტექტურა განსხვავდება ამ შემთხვევაში რელიგია შექმნა ღმერთმა ერთი გონები არის შექმნილი ერთი ამოსუნთქვით ამიტომ ეს არის ერთი მთლიანი ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ რაღაცები ცალ-ცალკე დავინახოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ყველაფერი ერთმანეთად არის ეს იცით როგორ არის აი როგორც ობობას ქსელი იცით რა საინტერესო არის ობობას ქსელი ისე რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის გაერთიანებული გადაბმული არის და თვითონ ობობა ცოტა იქით შორს ზის სოროში მაგრამ ქსელთან მას აკავშირებს ერთი ძალიან წვრილი ერთი ქსელი მაგრამ თუ ბუზი ან რაღაცა თუ მოხდება იმ ქსელში და პატარაზე ის ქსელი ოდნავ თუ შეინჯღრება ის იმ წუთში როგორც ტელეგრაფივით გადაეცემა აი ამ ერთი იმით იმ სოროში იმ ობობასთან და ის უკვე გრძნობს რომ ვიღაცა არის მოხვედრილი აი ამ მის ქსელში და აი ასევე მე მინდა ნუ ახლა პლატისი კი არ უნდა გავიგოთ მაგრამ ცით რა არის რელიგია არის ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორც კი შენ იწყებ ერთ თემაზე საუბარს ის აუცილებლად გამოდის მეორე თემაზე მეორე თემა არის შეკრული მესამე თემასთან და ყველაფერი ერთად არის ყველაფერი ხო მთლიანობაში არის იმიტომ არის როცა ჩვენ სახარებას ვკითხულობთ ბიბლიას ვკითხულობთ ჩვენ უნდა ის მთლიანობაში დავინახოთ და მე მინდა გითხრათ რომ აქ არის რამდენიმე საკითხი ნუ პირველი საკითხი არის ის რომ საერთოდ მე მინდა ერთი გადაცემა მიუძღვნა თითქოს შეიძლება ხალხმა თქვას რომ რა ის არის მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ეს არის მისიონერობა ღვთის სიტყვის ქადაგება
რომელიც სავალდებული არა მარტო სასულიერო პირისთვის, არამედ ბრევლისთვისაც. მაგრამ ამისთვის სასულიერო პირებსაც და მრევლსაც ძალიან ბევრი ცოდნა და გაგება არის სჭირდება. და ეს დღევანდელ საკითხთანაც არის ძალიან დაკავშირებული და საერთოდ ამ დღეებთან. ანუ რა? აი წარმოვიდგინოთ, ეხლა ჩვენ რა დღეებში ვიმყოფებით, ხო? ჩვენ გავიარეთ ამაღლება და ეხლა კვირას უკვე ვზეიმობთ სულთმოფენობას, სამებობას. და სულთმოფენობა რასთან არის დაკავშირებული? რასთან არის დაკავშირებული? რა თქმა უნდა, იმასთან, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ბიძგი მოციქულების აქტივაციის, როგორც მოციქულების, მათი ქადაგების და მათი ეკლესიების დაარსების. ეს დღე არის აი ის წერტილი, საიდანაც იწყება. ეს დღე არის, როდესაც მათზე გადმოვიდა სულიწმინდის მადლი და რატო სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, რომ მათ მერე მოუწია სხვადასხვა ქვეყნებში ჩასვლა და სხვადასხვა ერების მოქცევა. და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აი მომენტი, რომელსაც ჩვენ იმაშვრებით, რომ აი განკითხვა, ხო? აი შეუძლებელია, რომ შენ იყო განკითხვაში და იყო კარგი მოციქული. მოციქული მე არ გულისხმობ ისინი, მაგრამ შენც თუ სადღაც დადიხარ, ქადაგებ, ხო? მისიონერო, კაი მისიონერი. აი ქრისტიანი რა. ხო, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, შენ უნდა ესე იგი ისწავლო საუბარი შენგან განსხვავებულ ადამიანთან. და ჩვენ უნდა გვესმოდეს რა შემთხვევაში ის უბრალოდ განსხვავებულია და რა შემთხვევაში ის ცოდვას ჩადის. და ამასთან ერთად მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ აი ეს განკითხვა, მხილება, ეს არის ძალიან აი ესეთი თხელი ყინული. აი წარმოვიდგინოთ, ტბა რო არის გაყინული, მაგრამ ყინული ისეთი თხელია, რომ დადგები, ჭრაჭუნებს და ნებისმიერში შეიძლება გადაწყდა და შეიძლება ჩავარდე იქ. აი ამასთან დაკავშირებით მე მაინც მინდა რომ ჩვენ აი ამ საკითხისადმი აწონილად მიუდგეთ. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა აი უბრალოდ წაგიკითხოთ ადგილი სახარებიდან. აი ნახეთ, სახარება, მათეს სახარება. ხო? ნახეთ, რაც გვეუბნება მათეს სახარება. ხოლო თუ შენი ძმა შესწოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე. გულში კინო ჩაიდებ, მიდი და ამხილე, გულწრფელად. ოღონდ ამხილე როგორ? სიყვარულით და არა ნიშნით მოგებით, არა სიძულვილით. ამხილე. როცა მარტო იქნებით. ორივენი. თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი. თუ შეისმინა. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსაც შეისმინეს, უთხარი ეკლესიას, ხოლო თუ არც ეკლესიას შეისმეს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი. აი, ხედავთ? ანუ აქ ისე უნდა ვთქვათ, რომ აი საერთოდ თუ ყველაფერზე უნდა თვალი დავხუჭოთ, არც ის არ არის სწორი. ხო. იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ არსებობს მომაკვდინებელი ცოდვები. და წარმოვიდგინეთ, ადამიანი ჩადის მომაკვდინებელ ცოდვას და მე მას არ ვეუბნები. და თითქოს მისი მეგობარი ვარ და რაღაცა ის დილობის გამო ტაშს უკრავ, ტაშს უკრავ და რაც დღეს ხდება. ხო, თვალს ხუჭავ ამაზე. მაგრამ აი როცა ის მოხდება, წარსდგება, მეორედ როცა ვსაუბრობ მეორედ მოსვლაზე. და იქ თუ ის იქნება გაშვებული ჯოჯოხეთში, ხო? მერე იფიქრებს და გაიგებს რის გამო. და იფიქრებს, აი ამ ჩემმა მეგობარმა როგორ არ მითხრა.
და შენც წახვალ სხვათა შორის რო ხო, შენც რა თქმა უნდა, შენც ვალდებული ხარ რო უთხრა, იმიტომ რომ თუ შენ, ესე იგი, თორე შენ უნდა იქადაგო მართალი სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, ხო? თუ შენ არ იქადაგე ეს სიტყვა, მაშინ ესე იგი შენ მისიას ვერ ასრულებ. კი ბატონო. აქედან გამომდინარე არსებობს აი ეს მომენტი. მაგრამ აი ეხლა აი აქ უნდა ჩვენ ნახოთ რა არის განხილვა და არის განკითხვა. კი ბატონო, მამაო, რაც დღევანდელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება. ეს ძალიან ძნელია. ეს არის ძალიან ასე ისე ვამბობ, რა ძალიან თხელი ყინული, რომელზეც ჩვენ ვდგებით. და განხილვა ჩვენ შევიდა განვიხილოთ მოვლენა. მაგრამ არ შევეხოთ ადამიანს. ანუ როგორ არის იცით რელიგიაში? მე ცალკე უნდა მძულდეს ცოდვა, რომელიც აქ გააჩინა იმ ადამიანს. მაგრამ ამავე დროს მე უნდა მიყვარდეს ის ადამიანი. კიდევ ის ცოდვილი ადამიანი. აი ამაშია საქმე. და რა თქმა უნდა, თუ მე რაღაცას ვაკეთებ სიყვარულით და რაღაცა თბილად და სწორედ ვაწვდით ინფორმაციას, რა თქმა უნდა, იმას უფრო მეტი საშუალება არის, რომ ის მოგისმეს. არ შეიძლება არ მოგისმინოს, ეს არ არის პანაცეა. მაგრამ მე მინდა გითხრათ, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მამაო. აი ჩვენ ვალდებულება, მაგრამ არსებობს მეორე კიდევრესობა, როცა ადამიანი არის რაღაცა ცოდვაში, ის ჩვენ არ მოგწონს, ჩვენ დისტანცირებას ვიღებთ, მისგან აღარ გვინდა მასთან ურთიერთობა და აღარ ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება შენ ხარ ბოლო ის კონტაქტი, ბოლო ის ხიდი, რომლითაც ის შეერთებული ეკლესიასთან. და შენ თუ იმას ხელი კარი, ხო? შეიძლება სულ დაიღუპოს. ეს დაახლოებით ის როგორი ის არის და თუ რომ ადამიანი არის, ნუ აი ცოდვილი არის, აი ცოდვა, როგორ დავშვათ ცუდი სუნი, ხო? აი როგორ ცუდი სუნი აზის, ისე ცოდვილი ადამიანი, მაგრამ ეხლა წარმოვიდგინოთ. ექიმთან მოიყვანეს ადამიანი, რომელსაც ფეხზეა განგრენა და დაჩირქული არის და ცუდი სუნი აზდის იმ ფეხს, ხო? და ექიმმა რო თქვას, არ მინდა წაიყვანეთ ეხლა ეს ავანტყოფი აქ ცუდი სუნია და მე არ დავეხმარებ იმას. აირიდოს. ხო, აირიდოს, ხო? ესე იგი რა ქნას იმ ავანტყოფმა. აი, იგივე ცოდვა არის, აი როგორც ის განგრენა, ის ჭრილობა. კი ბატონო. რომელიც შენ უნდა ამკურნალო და შენ უნდა ის განგრენა ცალკე განიხილო და ადამიანი ცალკე უნდა განიხილო. ხო. ადამიანის სიყვარულით ის უნდა აიტანოს. ხო, რა თქმა უნდა. აი ჩვენთან მამაო, იქ პრობლემა არის, ადამიანები რო არ უყვართ, აი დღეს თელდღე მაგაზე ვფიქრობ, რომ აი ქრისტიანობა რა არის, რომ აი ვიღაცისათვის ვიღაცა რო არის, არაფერი რო არ არის, მამაო. ის ღმერთისათვის რამდენად მნიშვნელოვანი არის და ქრისტიანი თუ ხარ, შენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, როცა რამე ნებისმიერ თემას შეეხება და ჩვენთან მამაო პირიქით არის. თემა უფრო მნიშვნელოვანია, აი მატერიალური, თუნდაც რაღაცა, ვიდრე ადამიანი. რა თქმა უნდა, იცით რა არის, ჩვენ ხშირად დღეს თვითგანწირულობა გვაკლია. ეს სხვათა შორის წეღა რომ ამბობ. მე ვესაუბრებოდი ბატონ გიორგის იმაში, ჩემი ბავშვობა გამახსენდა ფრენბურთზე რო დავდიოდი. და სხვათა შორის 90-იან წლებში, როცა მცხეთა თბილისის შეკრებები იყო, ერთ-ერთ შეკრებაზე მე ავდექი და უთხარი, თქვენ უწმინდესობაო. მე უთხარი, მე ახლა ნატრობ რო ნეტავი ჩვენ ახლა სასულიერო პირები ერთმანეთთან ისე ვიყოთ შეკრული და ისე თვით განწირულები ვიყავთ ერთმანეთთან, როგორც მე ფრენბურთის ნაკრებში რო ვიყავი და იგროვ თამაშობდი. გუნდური ხო? აი ეს გუნდური, როცა შენ მიდიხარ და ტრავმაზღებულობ, განწირვაზე თვით განწირვაზე მიდიხარ იმისთვის, რომ საერთო გუნდის საქმე გაკეთდეს და შენ იქ ართული ახლა მე ტრავმას მივიღებ, დაუშვად ვეღარ ვითამაშებ ან რაღაცა, შენ ყველაფერზე მიდიხარ, იმიტომ ეს გუნდში აი ეს თავგანწირულობა უკვე დღეს გვაკლია ჩვენ გვაკლია დღეს თავგანწირულობა და მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა აფხაზეთის ომის დროს მაინც ძალიან ბევრმა ასეთი მაგალითები დაგვანახა მაგრამ საბოლოოდ ხო სხვათა შორის რაღაც მომენტები დგება მამაო ხო რაღაც მომენტები დგება სადაც აი ეს გმირები გამოჩნდებიან და გვაძლევენ ჩვენ მაგალითს თავგანწირულობის მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს საკმარისი არ არის. და აი დღეს ჩვენ, ამიტომ, მაგრამ ეს ყველაფერი შემოდის განკითხვით. ჩვენ ერთმანეთს იმდენს განვიკითხავთ, რომ
უკვე ჩვენ კარგავთ ერთმანეთის სიყვარულს. მაგრად. აი მოდით ერთი წამით ნახოთ, იმიტომ რომ მე ისე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ძალიან მაგრად უნდა მომული ვიყოთ წმინდა წერილთან. აი ნახეთ ლუკა რას გვეუბნება. ნუ განჟიდ და არ განიჟებით. ნუ დაახმობთ და არა დაიგმობით. მიუტევეთ და მოგეტევებათ. ხო, აი ეს არის. და აი ეს ჩვენ დღეს ძალიან გვაკლია. ჩვენ ეს ძალიან გვაკლია დღეს. და მე მინდა გითხრათ და აგერ კიდე აი ნახეთ კიდე უფრო საინტერესო იოანეს სახარების ეს არის მე-7 თავის 24 მუხლიდან. იმის მიხედვით ნუ კი ჟით რა აი ხლა მაგრამ ჯერ რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა და მე წავიკითხე ამ ადგილს. ესე იგი რა ხდება იცით ჩვენ დავეწყეთ კლასიფიკაცია ადამიანების. მოდის ადამიანი და ჩვენ მისი გარეგნული იმით ცდილობთ რომ მივანიჭოთ რაღაც კატეგორიას, რაღაცა მივიღოთ მის შესახებ რაღაცა შთაბეჭდილება და არ ხედავთ იმის უკან რა დგას. ცით რაშია საქმე? საქმე იმაში არის რომ ერთი არის ადამიან რასაც აკეთებს, მაგრამ მეორე არის ადამიანი რა დგას ამის უკან. ხო, რა მაიძულა ამის გაკეთება. აუ რა მაგარი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მამო, თქვენ გაიხარეთ. ამიტომ ჩვენ როცა ხედავთ რომ აი ადამიანმა ეს გააკეთა, ხო? კი, გააკეთა. მაგრამ უნდა დავფიქრეთ, აი მოტივი რა იყო? რატომ გააკეთა ეს? საიდან მოდის პირველი წყარო იმისა? რა მაიძულა ამის გაკეთება? აი ეგ დაკარგეს ერთმანეთში მაპატი მამო ერთი უნდა გითხრათ. აი მაპატი პატიმრებზე რომ აქვს გართულება ხოლმე. ჩვენ ყოველთვის ვიღაცა დაურტყავს იმას, რომ 15 წელი 20 წელი ეგ კი არა რა მიიყვანა აქამდე ეგ გამოიძიერო შენ მოქალაქეს და იმ ადამიანს დაეხმარო სულში ვერ წვდება და რა ადვილია დაურტყა 15 წელი ჩაქუჩით ახალგაზრდა ბიჭს და იმის სიცოცხლე ისე გავა იქ რომ წარმოიდგინეთ არა შენ უნდა რა მიიყვანა იქამდე რომ სიტყვაზე ესე გამწარდა ადამიანი აი ამას არ უყურებენ მამო მადლობა დიდი ძალიან აი ამ თემაზე რომ გაამახვილეთ ყურად აი და ახლა ნახეთ ეს მე კი არა იოანე იმის მიხედვით ნუ კი ჟით რაც გეჩვენებათ არამედ მართალი ჟავრით განსაჯეთ ხოლო ზოგიერთი იერუსალიმამდე ამბობდა ეს ხომ არ არის ვისაც მოსაკლავად ეძებენ რა ხდება იცით საქმე იმაშია რომ ჩვენ ეს უნდა ხედავდეთ აი ეს და აი აქ ჩვენ ნახავთ და რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ ზეპირად აღარ უნდა ამიტომ რომ სახარებაზე ძველი აღთქმიდან მოდით ასე ვთქვათ ქრისტემ ერთხელ გაიხსენა ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი მეფე დავითთან დაკავშირებით თქვენით რომ მეფე დავითი კი აკურთხა სამუელმა მეფეთ მაგრამ საულს არ უნდა დათმობა მეფობის და დაძლებდა ის მოსაკლავად და მეფე დავითი გარბოდა ყოველთვის იმალებოდა სადღაც და მასთან იყო მისი თანხლები პირები და ერთხელ ისეთი მშივრები იყვნენ რომ არაფერი საჭმელი არ ქონდათ და არც იყო საშუალება რამე რო ეშოვნათ და მივიდნენ ერთ-ერთ მასში სინაგოგაში და სთხოვეს იქაურ რაბინს რომ ისაკენიო თუ შეიძლება რამე საჭმელიო მოგვაწოდეო იმიტომ რომ ძალიან გშიაო რაბინმა თქვა ჩვენ არავითარი საჭმელი არა გვაქვს ერთადერთი გვაქვს ნაკურთხი პურები მოწოდების პურები აი ძველ აღთქმაში ეს პურები იყო რასაც ცხელ-ცხელს დაალაგებდნენ ღმერთის წინაშე საკურთხეველში რომ გაცივდებოდა იმას აიღებდნენ და სხვა ცხელ-ცხელ ამპურებს დაალაგებდნენ და ასე სულ უნდა ყოფილიყო აი ეს პურები, მოწოდების პურები, ნაკურთხი პურები. და აი ეს ცივი პურები მხოლოდ ღმერთს უნდა ეჭამა. არავის არ ქონდა უფლება ამის ჭამის. და ქრისტემ თქვა, აი თუ ნახეთო, როცა ქრისტეს უთხრეს, აი ასე რატო შეჭამეს ისაკნეს და მან უთხრა და არ გახსოვთო დავითმა რა გააკეთა, როცა მივიდა. დიახ. და ეს ნაკურთხი პური, რომელიც ღმერთს ეკუთვნოდა და მარტო ღმერთს უნდა ეჭამა. ღმერთმაც უარი თქვა იმ პურებზე და მისცა დავითს და უთხრა რომ შეჭამეთ. ანუ ამ შემთხვევაში ღმერთმა არც
ქრისტემ არც შეაფასა, არც დადებითა და არც უარყოფითა დავითის ქმედება. მან თქვა, რომ აი ნახე, ანუ არის შემთხვევები, როდესაც შენ იმას კი არ უყურებ, რაც მოხდა, არამედ რა მდგომარეობა იყო, რა მაიძულა, იმიტომ ისინი ძალიან ცუდად იყვნენ, კაი შიმშილისგან კვდებოდნენ. და ადგა და თვითონ იმ მღვდელმაც თავისი შეგნებით მისცა ეს პურები. ანუ შენ უნდა უყურო იმ ვითარებას. და მერე კიდე მოიყვანა ესე მაგალითი მოსესთან დაკავშირებით. როცა მოსემ ერთ ქალბატონს ჩვენ ხო ვიცით რომ წერია, რომ ესე იგი საერთოდ იდეალურად ღვთაებრივი იმით ჯურისაყრა არ შეიძლება. ხო, ჯურისაყრა არ შეიძლება. უბრალოდ შეიძლება მეორე ჯურის წერის უფლება. არა, საერთოდ ესე იგი რაოდენი ღმერთმა შეაუღნა, კაცნი ნუ განაშორეთ. იგივე ნათლობაც. მაგრამ ის ხალი რო იჯდა მოსემ ადგა, მოსემ ხო ჩამოიტანა ეს ჯული თვითონ სინასთიდან, არ შეიძლებაო. და თვითონ მოსემ, როცა იმ ხალმა მოყვა ეს სიტუაცია, ადგა და თქვა, მიდიო, მიეციო, გაყრის ფურცელიო და გაეყარეთო. იმიტომ რომ მან მიხვდა რომ ეს ისეთი სიტუაცია არის რომ ისინი ერთმანეთს გაანადგურებენ ჯობია რომ ცალ-ცალკე იცხოვრონ ხო აი ამაშია საქმე ამიტომ მე ესე იგი მე მინდა გითხრათ რომ ორივე შემთხვევაში ქრისტემ არც დადებითად შეაფასა ეს მოვლენა არც უარყოფიდან მან როგორც მაგალითი როგორც პრეცედენტი როგორც კაზუს ბელე მოიყვანა ეს რო თქვა რომ კი თითქოს ეს არ იყო სწორი მაგრამ ამ შემთხვევაში ის არ ექვემდებარება განკითხვას და რა თქმა უნდა ჩვენ რომ გავიხსენოთ ის ცნობილი ადგილი როცა ქალი მიუყვანეს ქრისტესთან მაცხოვად ის რაღაცას სხვადასხვა ერთადერთი სიტუაცია არის შემთხვევარი როცა ქრისტე რაღაცას ხაზავდა მათ ცოდვებს წერდა ხო ხო ნუ რაღაცას ხაზავდა თუ წერდა რაღაცა ქვიშაზე წერდა ჯოხით რაღაც იმას და მიუყვანეს ქალი და უთხრესო რომ ეს ქალი არისო აეხლა დაჭერილი ჩვენს მიერ მრუშობის თაგზეო და როგორც წერია ჩვენ წინაპრებშიო მოსეს ჯულში ეს უნდა ქვებით ჩავქოლოთო და ქრისტემ უთხრა რომ ვინცო უცოდველი ემან პირველმა ესროლოს და მაგრამ რატო ნუ მეორე მხარეს ისო ღმერთის მიერ დაწესებული წესი მაგრამ ის ღმერთი რომელმაც ეს წესი დააწესა იქ იჯდა იმ წუთში ამან რო ეს თქვა შიშისგან ისინიც ვინც მოიყვანეს ეს ქალი და მოციქულებიც გაიქცდნენ სხვადასხვა იმიტომ რომ იმ მომენტში ვერ აღიქვეს ეს სიტუაცია მოციქულები წავიდნენ და საბოლოო ჯამში იქ წერია რომ რჩება მარტო ქრისტე და ეს ქალი და ეს უბრალოდ წადიოდა მე ნუ არ ცოდავდა მამო ამბობენ რომ აი ქვიშითო მათ ცოდვებს წერდაო ვინც მოუყვანაო რა ესეთი ის არის ხო ნუ ეს არის მაგრამ ეხლა ხო აპოკრიფია ამიტომ ჩვენ ეხლა ვერ ვისაუბრებ დაბეჯითებით ამის შესახებ მაგრამ თუმცა კაია უხდება მაგრამ თავისთავად ნახეთ რა ხდება ამ შემთხვევაში მან ეს იგი დაინახა რომ ეს ეთყობა ეს ქალი ასეთ მდგომარეობაში იყო და საქმე იმაშია რომ ქრისტე ღმერთმა მოგვავლინა ქრისტე როგორც ხსნელი და არა როგორც მოსამართლე ხო იმიტომ რომ ქრისტეს რომ ღმერთს რომ ნდომებოდა რომ კაცობრიობა გაესამართლა ის გამოგიგზავნიდა მოსამართლეს ხო და ნახეთ და რატო არ გვაქვს ჩვენ უფლება რომ განსაჯოთ ხო აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი აი გთხოვთ რა მამო აი ამაში თუ თან ჩაგეკითხებით ერთ რაღაცას რომ აი ხშირად ხდება ხოლმე რომ რაშიც განსჯი
მე იგივეში განისჯები რა და აუცილებლად მამო აი ხა იმ დღეს მამაო მეუნებოდა კიდე ერთი რომ რაცო გამკრვებიაო ახსარებაში რაღაცა რომ მეუნებიანო ესო ჩემის ხრიდან რომ ხიბლიაო რომ მე ამას არ ჩავიდენო და მე იგივეს ვიდენ ხოლმეო წარმოიდგინეთ მამო ანუ აი ეს ორი მომენტი მამო როგორ გავითვალისწინოთ იმიტომ რომ ეხლა ხო ვიცი მაგრამ საქმეზე რომ მიდგება მეც ისე მოვიქცევი როგორც სხვა აი ხა მე ხო რასაც გეუბნებით ხო სწორია მაგრამ ეს იმ დროს ყველას ავიწყდება მამო იმიტომ რაღაცნაირად ადამიანის ჩაქოლვა და ეს უფრო მოგწონს რა ადამიანს რა აი აბაზე აი ძალიან გენიალურად სხვათა შორის პავლე მოციქული თავის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში მე-14 ეპისტოლეში მე-4 მუხლიდან არის ძალიან გენიალური და აი ეხლა მე წავიკითხავ და შემდეგ სტროფზე იქნება ზუსტი ახსნა რატომ არა აი ნახეთ შენ ვინ ხარ რომ განжжи სხვის მონას დგას თუ ეცემა ეს მისი ბატონის საქმეა მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი კი ბატონო ანუ შენ შანს არ უტოვებ ეგრე გამოდის ხო ხო და ამიტომ შენო ესე იგიო შენ რა უფლება გაქვს სხვისი ბატონის მონა განსაჯო და შენ იმისთვის რომ განსაჯო ნუ განжжи ნუ რავის აი ნახეთ აი აქ არის ესეთი მომენტი ოდიში იმიტომ რომ ნახეთ რაც გეუბნა თუ ესე იგი ისევ კოლასელთა მიმართ პავლე მოციქული თუ ქრისტესთან ერთდროულად ამ ქვეყნიური საწყისისათვის მაშინ როგორ სწურთ კვიდრნი რატომ მისდევს მისწეს ანუ რა ხდება ახლა აგიხსნით საქმე იმაში არის რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება განსაჯოთ ვიღაც ადამიანი იქამდე სანამ არ იქნება მეორედ მოსვლა აი მეორედ მოსვლის დროს ქრისტე მოვა და იმ ბნელ ნაწილებს გამოანათებს იმ ბნელ ნაწილებს და ჩვენ შევძლებთ რომ მაშინ მიხვდებით ეს რატო გაკეთდა აი რა შეასახა ხო რატო იყო ის ტიპი ისეთი ხო იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაც ისეთი მომენტები დგას რომელიც მეორედ მოსვლამდე ჩვენ ვერ გავიგებთ და მხოლოდ ქრისტეს შეუძლია როცა ის მოვა ის გამოანათებს იმას აი თვითონ პავლე მოციქული ბრძანებს რომ მეო სულ არ მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობენ და რას ლაპარაკობენ მეცო საკუთარ თავზე რას ფიქრობ ამასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს თავარი არისო მე ჩემი საჯული არის ღმერთი იმიტომ რომ ჩემი ნამუსით როცა მე ვირჩევ ჩემი ნამუსის და სულიწმინდის მათ შორის რა თქმა უნდა სულიწმინდის მადლი უფრო უკეთესად განжжის მე ვიდრე ჩემი ნამუსი იმიტომ რომ ჩემი ნამუსი ისე ჩემი თავის ადვოკატი არის აი რა შეასაქმე ხო მაინც შენ გემხრობა ხო იმიტომ რომ რაღაც სოდვილი რო არის ადამიანი და აი მამაო როგორ უნდა შევიდეთ სხვის მდგომარეობაში თუ შეიძლება აი აქ აი ეს კითხვა რა იმიტომ რომ ეს ძირთად გამოწეულია მამაო ის რომ ჩვენ სხვისი მდგომარეობის გამთავისებელნი ვეღარ ვართ მამაო აი ელემენტარი მაქსიმუმ ეხა უკვე ჭირის უფლებსაც ვერ უზიარებთ ანუ რა ხდება აი იმისთვის რომ ჩვენ აი მოდით ასე ვთქვათ რატო არსებობენ მოსამართლეები კი აი რატო ყავს მოსამართლეები რო საერო კანონი დაწესდა და ის აღასრულა. მაგრამ რატო ყავს? ჩვენ ხო გვაქვს კანონი, კონსტიტუცია, ჩვენ გაქვს სისხლის სამართლის კოდექსი და მაშინ პირდაპირ შეიძლება კლასიფიკაცია გააკეთო. არ გინდა მოსამართლე. ანუ აი დავშვათ ადამიანმა ეს ჩაიდინა, ამას ეს კლასიფიკაცია ეკუთვნის და პირდაპირ მოსამართლის გარშე შეიძლება ის გასცადოს. აი ზუსტად იმისთვისაც არის მოსამართლე რომ მან უნდა განსაზღვროს ის მდგომარეობა გაითვალისწინოს რა დეტალები იყო აი შევიდეს იმ მდგომარეობაში კი ბატონო აი ეს არის იმიტომაც არის მოსამართლე თორემ მოსამართლე რა შეიძლება უბრალოდ იყოს ვიღაცა ნოტარი დადო აჰო ან ნოტარიუსი იყოს და ნოტარიუსმა ისაკნას რომ აი ასეთი ის გააკეთოს და იმიტომ რომ იცით რა შეასაქმე
ცრუ ჩვენება ეს იცით ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გაგვახსენდეთ იმის მეფე მთელი დღე რომ დაიღლები მე ერთმა მეფემ მოინდომა ახლა უცბად ყველას არაუშავს მოხევი ერთ მეფეს უნდა და ვიღაც ადამიანის თავისთვის უნდა და ვენახები რომ იქ თავისთვის ბაღი გაეშენებია მეფეს იმ პატონს თქვა არა მე სჭირდება და ვერ მოგცემო და მეფეს ძალიან უნდა რომ ეს თავის მიწებთან ერთად გაერთიანებია გაედიდებია თავისი მიწები და შეექმნა უფრო დიდი ბაღი და ცუდ ხასიათზე მოვიდა სახში და მისი ცოლი რა და მემართა კაცო რაღაცა არაუშავს თავარი შინაარსია ხო აი საღამოს მაინც როცა რო ადამიანი რო იღლები ხანდისგან ასეთი მეხსიერება და მისმა ცოლმა ასეთი ჭადი სახელი რო დაგავიწყდება მისმა ცოლმა კი მაგრამ შენო მეფე ხარო როგორ ვერ ჩაიგდე ხელში ეს ისა ადგა და ქალაქის მთავრებს დაუწერა წერილი რომ შევკრიბოდო ყველაზე ცნობილი და საპატიო ხალხი ამ ქალაქშიო გამოვიძახოთ ეს კაცი და ორი ცრუ მოწმე დაუყენოთ და ეს ბიბლიაში წერია მაგრამ დიახ სახელები ყველა მომივარდა არაუშავს შინაარსი მოყევი და მე მოვა დიდი ხანია რო არ წამიკითხავს ესე იგი ნუ ეს ძველი ის არის და ამდენ წელიწადში უკვე რაღაც სახელები გეშლება და მართად შეკრიბეს ეს ხალხი და გამოვიდა ორი ცრუ მოწმე და უთხრეს რომ აი ამ ადამიანმა კი გმობას ლაპარაკობდა ღმერთზე გმობდა და მეფესო და ჩვენო მოწმეები ვართ რომ აი ასე და ჩამოერთვას ეს ყველაფერი ხო და ხალხმა ეს რო გაიგო ადგნენ და ჩაქოლეს ეს კაცი იმიტომ რომ ღმერთის გმობა და მეფის გმობას ესე იგი იმ დროს კანონით ეკუთვნოდა თქვებით ჩაქოლეს და იმ მეფემ ძალიან ლამაზად ეს ისე ჩაიგდო ეს ცოლმა მიაწოდა ხო ეს ძალიან საინტერესო სოთეშური სახელები არა და შედი ცნობილი სახელები არის ხო და მე მინდა გითხრათ რომ რამე შეიცვალა დღეს ამ სამყაროში არაფერი მამო იმათ შთამომავლები ვართ ჩვენც იგივე ვაკეთებ კი ბატონო ხო აი ნახეთ როგორ შეიძლებოდა ასე ის ამიტომ რომ ასე არის როცა შენ და ახლა ნახეთ ეს ხალხი ცოტა სხვანაირი ყოფილიყო ხო გინდათ ეს ქალაქის ცნობილი ადამიანები ხო მას უნდა ეთქვა მოიცა აბა მოდით განვიხილოთ მართლა ეს ასე იყო რატო არის რომ ადამიანი ასე იოლად ღებულობს ხო მაგრამ ადამიანებმა ათქვეს მოდი ეს კაცი ადრე არ იყო შემჩნეული ასეთ იმებში ხო სულ ყოველთვის პატიოსანი წესიერი კაცი იყო და უცბად ცარიელ ადგილზე აი ამხელა ბრალდება წარმოიშვა მოდი რა განვიხილოთ ჩვენ და აი ასევე ზუსტად ჩვენ აი როცა ჩვენ სხვაზე გვესმის რაღაცა ცუდი როდისმე ჩვენ ვიცდია რომ ჩვენ იმ წუთში ვიმეორებ და ვამრავლებთ იმას ტირაჟირებას არავინ არ დაგიცნობს და ვინმე შეეცადა რომ გაერკვია რომ აი ეს მართლა ასე არის აი ჩვენ რაღაც ან განსაკუთრებით მასმედიიდან იმიდან რაღაცა ინფორმაცია მოდის ჩვენ უკვე აღარ ვცდილობთ რომ განვიხილოთ ჩვენით რაღაც ანალიზი გავუკეთოთ და ჩვენ თვითონ მე ამ ამბავს კიდე ტირაჟირებთ და გადავცემთ ერთი მეორესთან აი როგორც ისა ვირუსული გრიპი რო გადაიცემა აპატი იცით რატო მამაო ჩვენაერი საზიზღარი კიდე სხვა რო არის გიხარია გულს უხარია აი მარტო არ ქურდი რო ხარ ვიღაცის იმას რო იგებ ქურდობას ხო აი მარტო მე კი არ შემეშალა აი იმასაც შეეშალა სიტყვაზე ხო და არაზუსტ აი მოდი ტაიწყულებში შევხედოთ რამდენჯერ ყოფილა რომ ვიღაცაზე ცუდი თუ გაგვიგია აი როდისმე გვიცდია რომ ჩვენით მე რაღაც მინი გამოძიება ჩაგვეტარება რამდენად ეს ბრალდება იმ ადამიანს რაც ვცელდება ეს ჭორი ცუდი ინფორმაცია რამდენად ის შეესაბამება რეალობას ხო? კი ბატონო. კი ბატონო. არა ეგრევე გადაულია ნო ჩვენთან პირიქით იმ წუთში მიიღებენ
და უკვე წავლენ გაიგებენ წავლენ 5 კაცს იმას მოუყვებიან რომ ტირაჟირებას გააკეთებენ კიდე დაამატონ შეიძლება და შეიძლება კიდე უფრო გაალამაზონ შეალამაზონ და უფრო ისე გააკეთონ აი ეს არის ამიტომ ეს იცით როგორ არის ეს კაცობრიობა სულ აი მოდი მე-16 საუკუნეში რაც მოხდა კათოლიკებმა ღმერთებმა როცა დაწვეს იან გუსი იყო იმდროინდელი ჩეხეთის ერთ-ერთი ცნობილი ღმრთელი და პრაღის უნივერსიტეტის რექტორი იყო მაგრამ კათოლიკე ღმრთებს რაღაც არ მოეწონა მისი ნაშრომები და თვითონ იან გუსი და მისი ნაშრომები ერთად კოცონზე დაწვეს და იქ ცნობილია ეს დარჩა ეს მართლა ეს აპოკრიფერი მართლა ასე არის რომ როცა იან გუსს წვავდნენ ერთი მოხუცებული ქალი ნუ ის თვლიდა რომ ის ამით რაღაცა ღვთაებრივ საქმეს აკეთებს მოიტანა რამდენიმე დამატებითი შეშა და იმ კოცონს ჩაამატა რომ კარგად დამწვარიყო ეს იან გუსი და იან გუსმა რო შეხედა უთხრა სვიატაა პროსტატა ამ ქალზე კი ხო აი ამაშია საქმე ამიტომ ეს მამაო დღეს იან გუსის ძეგლი დგას პრაღაში ერთ-ერთ მთავარ მოედანზე და ეროვნულ გმირად ითვლება და ადამიანი აი ასე არც გაარკვეს არც არაფერი და დაწვეს კოცონზე ხო და ამიტომ ესე იგი ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ საერთოდ ადამიანი არის დესპოტი აი წარმოვიდგინოთ ოჯახში თუ გაჩნდება ეგრეთ წოდებული ჭყალებში მართალი კაცი წმინდა კაცი ოჯახის ყველა წევრი უკვე ავტომატურად მოწამეებად იქცევიან თუ ის არის მართალი თავი გონია სხვაზე ერთი საფეხურით მაღლა დგას და იწყება ყველა სტრეტირება ხო ისე ამიტომ დაუშვა ღმერთმა რომ შენ ცოდვილი ხარ უბრალოდ დანახვა უნდა ამას თორე მართლა ვერ დაიტევს მამაო დღევანდელი ადამიანი მამაო ისე რა მაინტერესებს თვითონ მაგრამ ესე იგი რა არის იცით აი ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმაზე რომ ამით რატო ვარ დაკავებულები იმიტომ რომ ჩვენ თავარ საქმეს არ ვაკეთებთ ვერ ვაკეთებთ ჩვენი თავი შეცნობას ხო და სხვა რაღაცა კიდე აი მოდით ეხლა მე მინდა მაშინ აი ზუსტად აი მე რო გეუბნები რომ ერთმანეთთან არის ყველაფერი გადაბმული აი ამასთან დაკავშირებით მე ეხლა მახსენდება იგავი ტალანტებზე და აქ იცით ჩვენ რასთან გვაქვს საქმე იმაშია რომ ტალანტი დღეს ჩვენთან არის ისე ახმული როგორც ნიჭი პირადი ადამიანის ნიჭი კი ტალანტი პირდაპირ მაგრამ ეს მარტო მე-13 საუკუნეში ევროპულ ლექსიკონში შევიდა როგორც ნიჭი და ამ ლათინურ ევროპულ ენებში გავრცელდა სინამდვილეში ტალანტი ეს იყო ფულის ერთეული რომელიც იყო 35 კილოგრამი ვერცხლი 35 კილოგრამი ვერცხლი და ახლა უბრალოდ მაგრამ თავარი ის გამოცეს ხანდეს საუბრობ და ეს 35 კილოგრამი ვერცხლი უდრიდა 6000 დინარის ერთი ტალანტი აი ჩვენ ვიცით რომ დინარი ერთი დინარი იყო იმდროინდელი მუშის ერთდღიანი გადასახადი ანუ 6000 დღე მისი მუშაობის იყო ერთი ტალანტი ანუ ვისაც მას მისცა 5 ტალანტი ანუ მისცა 100 ესე იგი 100,000 დღის ნამუშევარი დაუტვა ზოგს 2 ზოგს 1 და მერე რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ იქ წერია რომ იმან წავიდა გაამრავლა და ვიღაცამ დამარხა 200 აქცია 5000 აქცია ვისაც 2 ქონდა 4 აქცია და ერთმა დამარხა ერთი მხრივ ახლა ნახეთ რა ხდება ყოველთვის პასუხისგებლობა არა ნახეთ ერთი მხრივ მან შეასრულა კანონი აი ხანდისხან კანონის შესრულებით შეყველას დიდ დანაშაულს ჩადიხარ ანუ რა ხდება რაბინების იმაში კანონში წერია თუ კი ერთმა პიროვნებამ გადასცა მეორეს რაღაცა ფული შესანახავად ის ვალდებულია რომ დამარხოს მიწაში და შეინახოს
თუ მან არ დამარხა და არ შეინახა და სადღაც ქისით ატარა და დაკარგა, მაშინ ის პასუხისმგებელი ხდება იმ ფულზე. და თუ არ დამალა, თუ დამალა, მე აღარ არის პასუხისმგებელი. თუ ვიღაცა მოიპარა, მაგან დამარხა და ისაკრა. და ახლა რა ხდება? აი ეს ერთზე მიდის, ამან წესიერად მოიქცა თითქოს არ გარისკა და დამალა და რომ მოვიდა ბატონი უკან დაუბრუნა. მაგრამ ბატონი ძალიან გაბრაზდა მასზე. რატომ? ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, რომ ის ბატონი დიდი ხნით წავიდა. და აი ხა ჩვენ რომ მეორედ მოსვლაზე საუბრობთ. და წინა თავში იგავში, მათეს იგავში 24 თავში. იქ არის ესეთი ადგილი, ისევ ბატონი რომ მიდის და ორ თავის მონას უფროსად ტოვებს სახლში. და რო დააგვიანდება, ის დაიწყებს ძალიან ცუდად მოქცევას თავის მეგობრებთან, სხვა მუშებთან. და მოულოდნელად ბატონი რომ მოდის და მერე იჟება. და აი აქაც ის მოვიდა და გაგდებული იყო, სადაც იყო ხრწვენა და სიბნელე, კბილების ხრწვენა და სიბნელე. ანუ რატომ? ხო, ეს იგავი რაზე არის, იცით? სინამდვილეში. ანუ მან უთხრა, კარგიო, თუ შენ ვაჭრებში არ გამოიყენე და საქმეშიო, რატო არ წახვედი და იმებს იქ იყვნენ ასეთი კომერციული ისინი, რომ იმათ არ ჩააბარე მაინც, რომ იქიდან პატარა პროცენტი მაინც ბანკი ასე. ხო, ბანკი, პატარა პროცენტი მაინც ჩემთვის გაგეკეთებიაო. ანუ, მაგრამ აქ ლაპარაკი რა თქმა უნდა თანხაზე არ მის, ანუ ღმერთი წავიდა და ჩვენ ამ ქვეყნად დაგვიტოვა გასაკეთებელი საქმე. ის კი არ დაგვიტოვა ფული და რაღაცა, იმან დაგვიტოვა საქმე, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და გავამრავლოთ, მაგრამ ჩვენ იმის გამო რომ ჩავთვალეთ, რომ ეს მეორედ მოსვლა მოხდება როდისღაც ძალიან გვიან, ძალიან შორს და ჯერჯერობით არ არის, ჩვენ აი ამ მისიას ვერ ვასრულებთ. კი ბატონო, მოშვებულები, მოვე. ხო, მოდი და ჩვენ რაღაცა დავიწყეთ რაღაცა ამქვეყნიური ფუსფუსი, რაღაცა ის ესეთი რაღაცა უაზრო საქმიანობა, მაგრამ აი ის მისია რა მისითა ჩვენ კი ზოგისგან მეტი მოითხოვება, ზოგისგან ცოტა ნაკლები, ზოგისგან სულად ნაკლები, მაგრამ იმ ნაკლების გაკეთების უფლება შენ არ აგაქვს. და აი ამაზეა ეს იგავი. იგავი ამაზეა, რომ ეს არის მანძილი, აი ეს ტალანტები, რომ დაუტოვა, ეს არის მანძილი ქრისტეს ამ დედამიწაზე ყოფნიდან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. და როცა ისიც დატოვა თავისი ისა ყმა, რომელმაც ცუდად მოექცა თავის დანარჩენ ყმებს და მოულოდნელად მოვიდა. და აი ეს იცით ტალანტი, აი ეს ტალანტზე ეს იგავი არის 25 თავში პასუხი მოწაფეების კითხვაზე, როდის იქნება და რანაირად იქნება მეორედ მოსვლა. და იმ 25 თავში, 25 თავი იწყება, ეს სხვათა შორის ეს ქადაგება მან თქვა დიდ სამშაბათს უკვე. ეს თავი იწყება ბრძენ და სულელ ქალწულებით, შუა იმაში არის თავში არის აი ეს მე რა თქვი ტალანტები და ბოლოს არის ვაცებზე და იმამზე რა ქვია ცხრებზე. სამი იგავი არის და ეს სამი იგავი ეს ტრიპტიხი, ხო? ეს ამიდის მოყოლა მის მეორედ მოსვლაზე. ანუ რომ ჩვენ უნდა მუდმივად ვიყოთ მოლოდინში, მაგრამ იცით ორი ტიპის მოლოდინი არსებობს. არსებობს აი ის სპეკულაციური მოლოდინი, რომ ზოგიერთი ამბობს, რომ მალე ახლა მეორედ მოსვლა მალე იქნება, ამიტომ მოდი დავანებოთ თავი, არაფერი აღარ გავაკეთოთ, დავჯეთ გულხელდაკრეფილი ასე დავჯეთ და ველოდოთ მეორედ მოსვლას. აი ეს არის ყველაზე მძიმე შეცდომა და აი ამ ზუსტად აი ამ იგავებით ის ჩვენ გვახსენებს, რომ არა, აი მისი ამ დედამიწაზე ყოფნიდან მეორედ მოსვლამდე მან ჩვენ დაგვტოვა გარკვეული მისიით. კი ბატონო. და არა ის რომ ბუზები ვთვალოთ ჭერზე. ვერ ცხონდები უბრალოდ. ვერ ცხონდები. და აი ეს სამი იგავი ყო და აი ეს ყველაფერი დღეს არის ერთმანეთთან გაერთიანებული, როცა ჩვენ განკითხვით ვარ დაკავებული, იმიტომაც ვარ და აი რატომ მოგიყევით ეს ტალანტებზე?
ხო, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს დრო გაგვიჩნდა ძალიან ბევრი დრო იმის მაგრად რომ ქრისტემ დაგვიტოვა ჩვენ საქმე იმის მაგრად რომ ჩვენ ის ქრისტეს მიერ დატოვილი საქმე შევასრულოთ მისია შევასრულოთ ჩვენ დროს კარგავდა ერთმანეთის განკითხვაში და რაღაც ერთმანეთის ბრალდებაში და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ცილის წამებაში ხო და თუნდაც მამო ადამიანს უჭირდა ის რომ მაგას ფიქრობ აი თუ შენ ამდენს ამბობ რო სიტყვაზე ესეთია როგორი გასაჭირია ღვთისათვის რომ ადამიანი ესე დამახინჯდა დაეხმარე შედალოცილო თუ ვერ ეხმარები არ ჩაქოლო მაინც ხო არა საქმე იმაში არის რომ ჩვენ ვართ აი ის ხიდი ეკლესიასთან ღმერთთან და მე თუ იმას ხელი ვკარი ხო მაშინ всё ყველაფერი მე ისე გითხარი როგორც აი მექიმ ადგეს და ავანტყოფს რომ ხელი ხო არ შეიძლება და აი ეს არის და ამიტომ აი ეს ჩვენი მისიები და ამიტომ მე ჩვენ დღეს ახლა ვისაუბრე ამ ტალანტებს მაგრამ ეს ტალანტი უფრო ცლად რომ ისავქნათ ჩვენ აუცილებლად შემდეგში რომ მომბრძანდებით ვისაუბრეთ აუცილებლად უნდა განვიხილოთ აი მისიონერობა ღვთის სიტყვის ქადაგება კი ბატონო პრობლემა ეს არის დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა იმიტომ რომ მე პირდაპირ მინდა გითხრათ რომ ჩვენ დღეს კარგად ჩვენ ახალგაზრდობას დაკარგული ყავს მამო იმიტომ იმის გამო რომ მაგრამ აქ ჩვენი ბრალიც არის საქმე იმაში არის რომ აი ეს მისიონერობა როგორც საგანი ჩვენთან არის სწავლება აი მე ცხეთის სასულიერო სემინარია მაგ დამთავრებული ლენინგრადის აკადემია მე თბილისის აკადემიაში ვიყავი ლექტორი დეკანიც ვიყავი და არაზოს არსად ჩვენთან არის სწავლებოდა მისიონერობა რაც არის ძალიან რთული ინსტრუმენტი სხვადასხვა მეუფე დანიელს აქვს რაღაც ჯგუფები რაღაც ესეთი ხო მაგრამ ეს მეცნიერულ დონეზე ჭირდება იმიტომ რომ დღეს ჩვენ უკვე იქამდე მივედით რომ ეს ჩვენ ძალიან გჭირდება ჩვენ საოცრად გჭირდება ეს ამბავი ძალიან და ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ ხო აი ეს იქნება ზუსტად ჩვენ დავემსგავსებით ზუსტად აი იმ ადამიანს რომელმაც მიიღო აი ეს თანხა რაღაცა დიდი ქონება იმისთვის რომ ეს ქონება უნდა გამრავლებულიყო ანუ გამრავლებული რა ჩვენ მივიღეთ ყავს მრევლი ხო რომელიც ჩვენ არ გავამრავლეთ პირიქით ხო არ გავამრავლეთ და ვარ თვითკმაყოფილებაში რომ აი ნახე აი ტაძარი სავსეა მაგრამ ეს არის პატარა ტაძარი სავსე ხო ხარისხსაც ხო გააჩნი ხარისხს ეს ადამიანები ერთ პატარა რაღაცაზე რომ ტოვებენ ამ ტაძარს ეს ახლა მრევლად ხო არ ითვლება მამო ერთ სიუჟეტით რომ დატოვებს ადამიანი იმაზე რომ გადათავს ფორმულაზე და ეგეთ იმაზე და ერთი სიუჟეტი რო გავა ეგ მოდელზე და რომ დატოვებს ეკლესიას ეგ ხო მე ისე ვამბობ რომ ერთი არის მოვლენა მეორე არის პიროვნება და საერთოდ ჩვენ არ უნდა აურიოთ ერთმანეთს განვაისავქნათ გავაერთიანოთ აი ეს ძალიან ცნობილია აი ყველა რაღაც ეროვნებას ვიტყვით აი ყველა ეს ეროვნება ასეთია ან ეს ესეთია ან აი ამ პროფესიის ხალხი ყველა ასეთია არ შეიძლება არ არსებობს ცუდი ეროვნება არ არსებობს ცუდი პროფესია იქ არსებობენ კარგი ადამიანები და ცუდი ადამიანები ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რომელსაც ჩვენ იმაშვრები და ეს არის ვიწრო აზროვნება და ვიწრო ხედვა უფრო მეტად ავდგეთ რომ გავაერთიანოთ ყველაფერი ერთ ზმაში პაკეტში ეს ძალიან აუცილებლად მამო აი ამაზე აუცილებლად მე ძალიან გული მტკივა იცით რატომ აი ყველაზე მეტად დღეს მე გული მტკივა აი ეს მისიონერობის საკითხი გვაქვს ყველაზე მე ვთვლი გარღვევა და რაც ყველაზე მეტად გჭირდება სხვა სიტუაციაში შეიძლება გვეთქვა რომ არ აუშვეს მაგრამ დღეს ისეთი სიტუაცია რომ ჩვენ უნდა გავაათმაგოთ ეს ყველაფერი და აი ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ძალიან დიდი მადლობა მამო უღრმესი მადლობა თან აი მართლმადიდებლის სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და ბევრი მისიონერი თუ იქნება მართლა ჭეშმარიტ ხარ რაღაც ხილში ჩავარდნი და ვიღაცები რომ რეკავენ ეგეთი კი აი მართლა სწორად მოაზროვნეები ისეთები როგორიც არიან აი მამები ის მამები ვინც მოდიან მამა გიორგი მამა ალექსანდრე გვეყოლება ხვალ ბოლქვაძე აუცილებლად საღამოსვრის ნახევარზე და აი ესეთი ხალხი თუ გვეყოლება და აი ამ ეს ჯგუფი მეუფე დანიელი თუნდაც და ის ადამიანები ხო საოცარ იმას ექნება
წისვლას ჩვენი ეკლესიისას ისა რა ქვია რაღაცა სტარტი და ძალიან კარგი იქნება. სხვადასხვა ბევრი მამაო ზრუნავს ამას, მაგრამ რო უყურებე რომ მე არაფერი გამოდის, ეშვებიან ხომ თუ რამდენი სიდია იცი ხა თქვენ რასაც ამბობთ. სხვადასხვა სოფელში, რეგიონში მღვდლები ძალიან მაგრა ზრუნავენ ამაზე და მადლობა ღმერთს. აი მართლა რომ სოფლის მღვდელი არსებობს. ძალიან მაგრები. ამას ყველაფერს სისტემატიზაცია სჭირდება. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ საუკუნეში, რომ ასე თვით შემოქმედებითი კოლექტივები არ ვარ. ეს უნდა იყოს სისტემატიზაცია მოხდეს და ჩვენ უნდა ვიყოთ საოცრად მომზადებულები. აუცილებლად. და ერთიანი, რაც თავარი ამ ყველაფერს სჭირდება რომ ხედავდეს ყველა რომ ჩვენ ვართ ერთიანი. გაერთიანება გვაქვს რაღაც სექტებად დავიყავით, არ შეიძლება. ჩვენ ვართ ღვთისიანები და არა იმისიანები, ამისიანები, იმისიანები. ჩვენ ერთად ერთი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, იმიტომ რომ ერთი ხის ტოტები ვართ და ერთი პატრიარქის შვილები ვართ, ილია მეორის და აუცილებლად უნდა ვიყოთ ერთად. წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერი კარგს, მამაო, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მამა გიორგი ჩაჩავა გახდა ჩემი სტუმარი. წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში არის ვერის სასაფლაოზე. ბევრმა იცის ძალიან, მაგრამ ვიღაცები მეკითხებიან ხოლმე რეგიონიდან და აი თოიცო და მადლობა რეგიონის სასულიერო პირებს მართლა იგულით მოგიკითხავთ, იმიტომ თქვენ გმირები ხართ მართლა. დიდი მადლობა იმ მღვდლებს, ვინც სახურობთ რეგიონში. ხვალ დაგიბრუნდებით მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან ერთად საღამოს რისნახევრისათვის დროებით.